მოქმედებს თუ არა სხვადასხვა ვარცხნილობა თმის წვენაზე. ბოლო კვლევის მიხედვით გადაწეულმა თმამ შესაძლოა თმის წვენა გამოიწვიოს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ დროს ფოლიკულები ზიანდება, რაც ხელს თმის წვენას უწყობს. საყურადღებოა ისიც, რომ ქალებს, რომლებიც ხშირად ატარებენ მსგავს ვარცხნილობას, თმა ნელა ეზრდებათ. ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე შესაძლოა მიგვითითებდეს ფრჩხილების მდგომარეობაც. აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება რამდენიმე სიმპტომს. ნაჭდევები ფრჩხილებზე. თუ თქვენი ფრჩხილები არ არის გლუვი, შესაძლოა ეს კანის დაავადებაზე, კონკრეტულად ფსორიაზზე ან ალოპეციაზე მიუთითებდეს. ჯანსაღი ფერი ფრჩხილისთვის არის ვარდისფერი, სხვა ყველაფერი ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემაზე მიგვანიშნებს. თეთრი ან უფერული ფრჩხილი თირკმლის უკმარისობაზე, ანემიაზე ან გულის დაავადებებზე შესაძლოა გვიყვებოდეს. ფრჩხილების დეფორმაცია ვითარდება დროთა განმავლობაში და შესაძლოა ძალიან სერიოზულ პრობლემებზე მიგვითითებდეს, როგორებიცაა ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა და აივ ინფექცია. ყვითელი ფრჩხილები ფერის ცვლილების მიზეზი ამ შემთხვევაში ბევრია. ყველაზე გავრცელებული სოკოვანი ინფექციაა. რიგ შემთხვევებში ფრჩხილების გაყვითლებას ფილტვების ან თირკმელების პრობლემები იწვევს, ასევე ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაც. კოვზის ფორმის ფრჩხილები, ანუ როცა ფრჩხილის ბოლო აპრეხილია რკინა დეფიციტურ ანემიაზე მიგვანიშნებს, შესაძლოა მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებაც იყოს. ფრჩხილებზე ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ზოლები შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ორგანიზმი რომელიმე დაავადებასთან გამკლავებას ცდილობს. ფრჩხილებზე მსგავსი მდგომარეობა მიგვითითებს ნარკოტიკულ საშუალებებზე ან მედიკამენტებზე რეაქციაზეც. მუქი ზოლები ფრჩხილებზე სერიოზულ პრობლემებზე მიგვანიშნებს, როგორებიცაა მელანომა ან კანის კიბო. ამიტომ თუ მსგავსი წარმონაქმნი შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.